როგორც ჩანს კი ხო მოკლედ ეხლა სანამ აქციაზე გავალთ ერთი რაღაც მაზრი მიტრიალებს დიდი ხანია იმასთან დაკავშირებით ჩვენს ტყვეებთან დაკავშირებით და ეგეთი ამბავია რომ თუ გახსოვთ მზია მაღლობელის დაჭერის შემდეგ და მე ანდრო ჭიჭინაძეც ამ კონკრეტულად ორ ადამიანზე ვიცი და მაგიტომ ამბობ სხვებზეც ალბათ იგივე ვრცელდება მაგრამ რეჟიმმა ეს რაღაცა თქვა ორივე შემთხვევაში რომ ჩვენ არ დაგვინახავსო სინანულიო რა რაც დაიჭირესო ჩვენ მათი მხრიდანო სინანული ვერ ვნახეთო და აი თუ მოინანიებენო მერეო შეიძლება რა ვიცი გავითვალისწინოთო ან შუამდგომლობაზე ვიფიქროთ თუ ან თავდებზეო და მოკლედ გამოუშვებთო რა ხო და ეგ ძალიან საინტერესო ფენომენი არის ზოგადად რომ სისტემა რომელიც ამ სინანულს ეძებს სამართლის მაგივრად და ეს ძალიან ისეთი უცნაური ამბავია ძალიან საშიში არის სინამდვილეში და ქართული ოცნების მხარდამჭერი იყო ძალიან შემეშინდებოდა თუმცა იმდენი ნიშანია ძალიან საშიში ჩვენს გარშემო უკვე რეჟიმი როგორაც ძლიერდება რომ მარტო ეს არ არის რა თქმა უნდა მაგრამ როგორც ჩანს მეტია საჭირო ხო და ზოგადად ძალიან პარადოქსული ის არის ხო უცნაურობა არის როცა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი მაგალითად პრემიერ-მინისტრი იძახის რომ თუ ჯავდებულისგან დაინახავს თუ მის მხრიდან დაინახავს სინანულს მაშინ სასამართლო ხელისუფლება რა ვიცი შერბილდება მათ მიმართ ან რა ვიცი გამოუშვებს მაგალითად ხო რაც მეტყველებს იმაზე რომ აღარც მალავენ რომ პარტიული არის თავიდან ბოლომდე ხელისუფლების ყველა შტო და სამართალს იქ ჩვენ ვერ ვიპოვით ვერასდროს რასაც ვიპოვით არის ისევ რეჟიმი მის წარმომადგენლები და ძალიან ცუდი რამე არის ეს მაგრამ ესე მათი მხრიდან ნათქვამი კიდევ უფრო უცნაურს ხდის ამ ამბავს მაგრამ მაგაზე უფრო მეტად თვითონ ის ენა რომლითაც ისინი მშრალდებულებს საუბრობენ არის ძალიან ბოლშევიკური და მაგაზე მინდა და უბრალოდ ამ პერიოდში რაღაცნაირად აღმოაჩინე რომ იმის მაგივრად იმდენი ნიშანი აქვს ქართული ოცნების რეჟიმს ბოლშევიკებთან იმდენი რამე აქვს საერთო და არა მხოლოდ ნებისმიერ ტოტალიტარულ მმართველობასთან რომ ფაქტიურად შეიძლება აი მართლა რენდომ დაძებნოთ ChatGPT ამაში ძალიან მაგრა გვეხმარება უბრალოდ დაძებნოთ ყველაფერი რასაც მოისმენთ ქართული ოცნების მხრიდან ეგ დაგუგლოთ და მიაწეროთ წელი სიტყვას და უთხრათ რომ აი 39 წელს 45-ში რა ვიცი 50-ში სტალინის რომელიღაც სიტყვა ამასთან დაკავშირებით და უეჭველი ამოგიგდებს რა შანსი არა რომ არ ამოგიგდოთ იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაფერი არის ხო ამიტომ რაღაცა ჯაშუშებზე ტრებზე იქ ვიღაცაზე ამაზე უბრალოდ ეგ უნდა კითხოთ და პოულობთ პირდაპირ დინარაძის და კობახიძის გამონათქვამებს წარსულიდან ხო და ჩვენ შემთხვევაში ახლა ვინაიდან ზუსტად ვიცით რომ რაც ეს რუსული კანონი შემოიტანეს რაღაც ამ ალქაჯებზე ნადირობას იწყებენ რაც ნებისმიერ ტოტალიტარული ავტორიტარული სისტემისთვის არის ძალიან ფუნდამენტური საყდენი რამ რომ ყავდეს მტერი გარეთ და ყავდეს მტერი შიგნით ამიტომ აქაც დიდი ის არის ძებნა არ გჭირდება გაზეთ კომუნისტში დავიწყე 37 წლის სასამართლოების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ოქტომბრის თვე არის ძალიან საინტერესო 1937 წლის მაგდოს აფხაზეთში მიდის წმენდა აფხაზ ბოლშევიკებს იჭერენ და აწმენდნენ პარტიულ სისტემას მავნებლებისგან და ძალიან გულისამრევი სტატიები არის მოცემული მაგალითად ერთ სათაურს წაგიკითხავთ პირდაპირ არის ანუ განაჩენი არის მოცემული კონკრეტულად აი წაგიკითხავთ განაჩენი აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელით აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს სპეციალურმა საკრებულომ აფხაზეთის АССР რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის ამხან ტარასი თეიმურაზიძე ანთიას თავმჯდომარეობით და ვაიმე ამხელა წევრების ამხთევდა და წურწუმიას მდივნობით და მე აქ არის სია გამოქვეყნებული ვინები დაიჭირეს ესენი არიან მოკლედ თელი რიგი ის არის ხალხი არის დაჭერილი და საინტერესო არის რომ სადღაც 1 ოქტომბრიდან 5-6 ოქტომბრამდე არის ეს სტატიები სადაც უშუალოდ მთლიანად რაღაცა პირველი სტატია არის რაღაცა ჭიჭინამ კარგი ჩაის მან მოსავალი აიღო სადღაც და მეორე გვერდზე უცებ იწყება ესეთი სტატია აფხაზეთის კონტრრევოლუციური დივერსიულ მავნებლური ტერორისტულ სააჯანყებო ჯაშუშური ორგანიზაციის პროცესი
და ყველა სტატიაზე ეგეთი სათაური აქვს და ჯერ მაგას რომ მივაქციოთ ყურადღება ის რომ სამართალთან ამას ფირკავშირი არ ქონდა წარმოიდგინეთ თვითონ სახელწოდება დანაშაული ამ სახელწოდებაში როგორც ჩანს კონტრრევოლუციურ, დივერსიულ, მავნებლური, ტერორისტულ, სააჯანყებო, ჯაშუშური ორგანიზაცია. ანუ აი ეგეთი ორგანიზაცია რო ხარ რა, ყველაფერი ამას რომ მოიცავ რა, კონტრრევოლუციას, დივერსიულ, მავნებლობას, ტერორისტულ საქმიანობას, სააჯანყებო, ჯაშუშურ იმას რა ქვია კიდე მიმართულებას რა. ხო და ეგეც ხო აი სუფთა პროპაგანდა არის, რომ შენ როცა რაღაცა სახელს ამბობ, ყველაფერი უნდა ჩატენო შიგნით იმისთვის, რომ მკითხველისთვის გასაგები იყოს რასე და ვისებძი რა. ხო და დაახლოებით ეგრე ლაპარაკობენ ჩვენზე დღევანდელი ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები არ ახსენებენ უბრალოდ აღარ ახსენებენ ოპოზიციას რო არ მიუმატონ წინ რადიკალური არ ახსენებენ NGO-ს რო არ ახსენონ რო არის deep state-ზე თანამშრომლები და ასე შემდეგ ხო ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის რომ არ ვიცი ჩვენ როგორ უნდა ვებრძოლოთ ამას მაგრამ რა ჩვენ სხვა რა ვიცი მოიფიქრეთ ყოველ შემთხვევაში რო გვანან ეგ აქ ჩანს მაგრამ რისთვის მინდოდა ეს სტატია აქ არის უკვე სხდომის დღიური და ძალიან უცნაური არის ეხა ყველას ვერ მოძებნი მაგრამ რომელიღაც 5 ნოემბრის თუ რაღაც ეს არ უკვე რაც უკვე განაჩენი გამოცხადებული არის 5 ნოემბრის მგონი ეს 4 არის და 5-ში უკვე არის აღფრთოვანება დაწერილი და მანამდეც 3-ში ოქტომბერს ჯერ 3-ში ითხოვენ რომ აი გასრისეთ ჯაშუშები რაღაც 5 ერთგვერდზე არის 5-6 სათაური რომელიც რო კითხულ გეშინია უბრალოდ და მე 5-ში უკვე რაც განაჩენი დამდგარი არის ესე ვითომ გახარებული მეჩაიეები საიდანღაც რო ამბობენ რომ გვიხარია რომ თქვენ გასრისეთ უკვე ეს ჯალათები და ჯაშუშები და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ძალიან ცუდი საკითხავი არის მარტო სათაურებიც კი იმიტომ რომ ხვდები რომ სინამდვილეში რასაც აკეთებდა ეს რეჟიმი საბჭოთა იყო ამ გაზეთების ფურცლებზე ქმნიდა შტაბ-ბეჭდილებას თითქოს ვიღაცას ეს უხაროდა რომ რომელიღაცა ლაკობა იმაში აფხაზეთში დახვრიტეს არა და ითი ამარ ყოფილა მაგრამ აქ საინტერესო არის და სხვათა შორის აი ორველს რო გავდივართ და კიდე მზის დაბნელება არის დი არტურ კოსტლერის ნაწარმოები რომელიც ვფიქრობ რომ ძალიან წასაკითხი არის დღეს იქ და ორველთანაც ამოცანა არის რომ სისტემის ან რეჟიმის წინააღმდეგ წასული ადამიანი უცბად უნდა მოაქციო ისევ შენს წიაღში და ეგ თუ გახსოვთ ინკვიზიციის ამოცანაც ეგ იყო ხოლმე ანუ და მოსწავლეებთან გავდივართ ხოლმე სულ ეს საკითხი ისმის რომ რა ჯანდაბათ უნდა სისტემას რომელსაც შეუძლია ყველაფერი გააკეთოს ისედაც რომ ეს სასამართლო მოაწყოს მე ამ სასამართლოზე გამოიყენოს ეს ნაწამები ხალხი და ათქმევინოს რომ ჩვენი ბრალი იყო და ძალიან აქამდე მართალი გითხრათ ცოტა მე თვითონაც არ მესმოდა ხოლმე იმიტომ რომ მართლა რა ჯანდაბათ გინდა ხო რომ ეს ამას მიაღწიო მაგრამ ეგრე არ მუშაობს რა ეს არც მათი სამართალიც და ზოგადად სამართალიც არ მუშაობს და სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ეგ მონანიების დანახვა ხო აი ბრეივჰარტის პარალელი არის ამის როცა უკვე უილიამ უოლს აწამებენ და ის ჯალათი ეუბნება რომ რა ვიცი თქვი რომ რაღაც მეფე შეწყალებას თხოვ და მალე მოკლავთ ხო ანუ აღარ გაწამებ და მალე დასრულდება შენი დანაშაული იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რომ საჯაროდ ხალხმა დაინახოს როგორ დაბრუნდა ეს ვიღაცა გზააბნეული ადამიანი უკან წიაღში და ამით რაღაცნაირად ამ სისტემის სიმართლე თუ სისტემის არ ვიცი რაღაცა სამართალი აღიაროს ხო და სინამდვილეში ამ ზიამაღლობელისგან თუ ანდრო ჭიჭინაძისგან ყველა დამნაშავისგან ვისაც თვითონ დამნაშავედ მოიაზრებენ და ჩვენთვის რა თქმა უნდა უკანონოდ დაკავებული ადამიანებისგან რაც ითხოვენ არის ეს საჯარო ბოდიში მონანიება და მე უკვე მაგას შეეცდებიან რომ გაყიდონ თავის ამორჩევლებში რომ აი ხო ხედავთ ჩვენ კი არაფერი არ გაგვიფუჭებია არამედ აი ისინიც კი მიხვდნენ ვინც კი ჩვენს წინააღმდეგ იყვნენ ამდენად არ იყვნენ მართლები ხო და ამ 4 ნოემბრის 37 წლის გაზეთში არის ოქმი ეს რა ქვია ოქმზე უფრო დღიური ასე ვთქვათ 2 ნოემბრის სხდომის დღიური. სადაც არის ბრალდებულების სიტყვები და მინდა რომ წაგიკითხოთ რამდენიმე და ნახავთ რა. რას ამბობენ ბრალდებულები? ანუ უკვე რო იცოდეთ რა ხდება აფხაზეთში წმენდა ჩატარებული ეს ხალხი დაიჭირეს, მიუსაჯეს მათ უმაღლესი ზომა, ნაწილი გადასახლებაში, ნაწილი დახვრეტა აქვთ მისჭილი, ოღონდ ჯერჯერობით ეს არის სანამ განაჩენი გამოვა, იქამდე სიტყვები როგორ ვშდები, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ეს ადამიანები მიმართავენ სასამართლოს, რომ ისინი არ დახვრიტონ. და უბრალოდ რომ ნახოთ, მაგალითად, ბრალდებული პირველი გამოდის ბრალდებული ვლადარია.
და ლადარი ამბობს ეგეთ რაღაცას, ჩემს სახელს ისევე როგორც კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელ და სულის ჩამდგმელ ნესტორ ლაკობას სახელს, როგორც ყველა იმით სახელს, რომელნიც აქ ბრალდებულთა სკამზე სხედან, ამბობს ის, წყევლა კრულით მოიხსენიებენ ჩვენი ქვეყნის მშრომელნი თაობიდან თაობამდე. იგი თხოვს სასამართლოს ლმობიერებას. და აი აქ წესით ახლა უკვე უნდა დაგბურძლოთ, იმიტომ რომ ზუსტად ეს არის, რასაც ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე ითხოვენ მათ მიერ მძევლად აყვანილი ხალხისგან. ამ სიტყვას ეს აქვს ნათქვამი, რომ აი დავინახოთ ისა რა ქვია, რომ შეინანეს, ხო, თუ რაღაცა გაიაზრეს მათი ის. და ეხლა აქ ადამიანი საკუთარ თავზე ამბობს, რომ ჩემს სახელს წყევლა კრულით მოიხსენებენ ჩემი შთამომავლები და ხო ეგრე არის, სწორი არის რა, ბოდიში რომ ეგეთი ცუდი ვარ. მაგრამ იქ ჯერ სათხართ. მლაკობა. სახელმწიფო ბრალდებელმა მოითხოვა ჩემთვის უაღრესად მკაცრი სასჯელი. მე სასჯელი სავსებით დავიმსახურე. მაგრამ თუ საბჭოთა სასამართლოს შესაძლოდ დაინახავს, თხოვ შემინარჩუნოს სიცოცხლე. ანუ ეთანხმება სასჯელს, სიკვდილით დასჯას. მაგრამ აი მაინც იქნებ რამენერად, ანუ მაინც თხოვს, რომ გამოავლინოს ლმობიერება სისტემა. დიდია ჩემი დანაშაულებანი, ეს ამბობს ჩალმაზი. დიდია ჩემი დანაშაულებანი საბჭოთა ქვეყნის წინაშე, მშრომელთა წინაშე. მე ყველაზე სასტიკი სასჯელის ღირსი ვარ. როგორც ხალხის მტერი, მაგრამ მაინც ვბედავ თხოვს სასამართლოს მაჩქოს სიცოცხლე, რათა შევძლო პატიოსნად ვიმუშაო, ჩამოვირეცხო სამარცხვინო ლაქა. ბრალდებული ინალ იპა ამბობს. მე სავსებით აღვიარე ჩემს წინააღმდეგ წამოწყებული ყველა ბრალდება უმძიმეს დანაშაულებში. სასამართლოს უაღრესად სასტიკ განაჩენს შევეგებები როგორც დამსახურებულ სასჯელს ჩემ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის. აქ ზუსტად იგი კითხება რა სინამდვილეში, რომ ანუ ადამიანებს სიკვდილი მიუსაჯეს და არიან აბსოლუტურად სასამართლოს მხარეს. და აი არტურ კოსტერის ტექსტს რო კითხულობთ, ოღონდ ეს არ ვიცი, ეს ძველი ბოლშევიკები მაგიტო აკეთებენ ამას, იმიტომ რომ თავადაც ჯერ კიდევ ჯერათ იმ რევოლუციის, თუ უბრალოდ ჩვეულებრივი ის იყო ტანჯვის და წამების შემდეგ მიღებული ის არის. ანუ გაცნობიერებულად აკეთებენ თუ ამას თუ გაუცნობიერებლად, მაგრამ ამ ტექსტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა სინამდვილეში რა. ანუ ნებისმიერი ტოტალიტარული სისტემისთვის მნიშვნელობა აქვს, რომ ის ვისაც სისტემა პრესავს, იმან აღიაროს, რომ ეს პრესი არის სამართლიანი რა. ხო და მართლა ძალიან ჭირს ამის გაცნობიერება, იმიტომ რომ წესით და რიგით არ უნდა იყოს საჭირო. უბრალოდ რომ დაეხროდა ყველა, მართლა იმაში სარდაფში ჩაიყვანდა, ტროიკას დაახროთნებდა. მაგრამ არის ამ საჯარო სასამართლოში რაღაცა ისეთი რა მნიშვნელოვანი სისტემისთვის რა. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ, ნებისმიერი სისტემისთვის ხალხი არის მნიშვნელოვანი რა. ანუ ხალხის რაღაც რაოდენობა გჭირდება, რომელსაც დაეყნობი. აი სულ რო ტანკები გიტკის ქუჩაში, მაინც ვიღაცა გჭირდება, რომელიც მხარს დაგიჭირს. ხო და აი იმ ვიღაცას, ოღონდ ეს არ არის აუცილებელი რომ იყოს მანიაკი შენსავით, არამედ აი ჩვეულებრივი ტიპი, რომელიც სადღაც მუშაობს და იმდენად ნაიურად სულელი არის, რომ ფიქრობს, რომ ტანკი რო დგას ქუჩაში ნორმალური არის. ანუ ეხა ვიღაცა სადღაც ჩვენ ხო აი პარასკევი თუ რა ტყვირა არის დღეს და ვიღაცა ზის, უყურებს რომელიღაცა გასართობ შოუს და აზრი არ არის საერთოდ ქვეყანაში რა ხდება და რო კითხო რაღაცა ფრაზებით მოიგერიებს იმას ხო რა პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის პატარა კაცი მაინც იქით გადაწყდება ტრამპი გადაწყვეტს პუტინთან რაღაცებს ილაპარაკებს და რო კითხვა სამართლიანობა უსამართლობასთან დაკავშირებით იქ უკვე ამოგიგდებს პროპაგანდის კოდებს რომ ქალმა ხო ის რა ვიცი ქალი კია თუ ჟურნალისტი მაგრამ ხელი ხო გაარტყა ან ეხა მეორე მხრივ რო დაიჭირეს ხო იყო მართლა აქციაზე და ბოდიში მოიხადოს ხო თქვა მდინარაძემ და გამოუშვებენ და ასე შემდეგ რა ამიტომ ესეთი ეს სამართალი რაც არ უნდა უსამართლო იყოს მასაც ჭირდება რაღაცნაირი საყდენი გამართლების რა და აი ამას აკეთებს ზუსტად საბჭოთა კავშირი სინამდვილეში და ამას აკეთებს დღეს ივანიშვილის რეჟიმი რომ შექმნას წარმოდგენა იმის შესახებ რომ ის არის დიცულოვანი სინამდვილეში რა რომ დანაშაული მართლა მოხდა მაგრამ აი მიუხედავად ამისა დიცულოვნებას გამოიჩენს თუ ვიღაცა ბოდიში სადღაც მოიხდის და აღადგენს რაღაცა წესრიგს, რომელიც ისედაც არ არსებობდა რა, ანუ პოლიციელი ქალს რო აგინებს და აფურთხებს, იქ მოშლილი არის, ხო, ყველანაირი რა ვიცი, ღირებულებით, მორალური თუ სამართლებრივი სისტემა და მანდა მაინც ხელის გალაწყუნება, მანდ არ იყო ყველაზე დიდი დარღვევა საერთოდ, ხო? მაგრამ ნუ აი ეგრე წარმოაჩენს, რომ თითქოს აქეთ არაფერი არ ყოფილა, მაგას არავინ არ იჯერებს, მაგრამ აი ხელის გარწყმაზე ფოკუსირდება ყველა და ამბობს, აი მანდ მოხდა სამართლის დარღვევა სინამდვილეში და აუცილებელი არის მისი აღდგენა, ხო? თხოვს სასამართლოს ამას ამბობს ვლაკობა, თხოვს სასამართლოს თუ იგი ამის შესაძლოდ დაინახავს, შემინარჩუნოს სიცოცხლე, ამბობს ის.
მაგრამ მე აღარ მიმაჩნია საკმაოდ ვაჟკაცობა ბოლომდე გამომემშრალებინა კონტრრევოლუციური ორგანიზაცია საბჭოთა ორგანოების წინაშე. მე მსურს გამოვისყიდოთ ჩემი დანაშაული ხალხის წინაშე და გთხოვთ მომცეთ ამის შესაძლებლობა. ვიღაცა ჯერგენია ბრალდებული. მე სავსებით შევიგნე ჩემი დანაშაული, რომ აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში, მაგრამ გთხოვ სასამართლოს მიიღოს ხედელობაში ჩემი ახალგაზრდობა და შემინარჩუნო სიცოცხლე. ხოდა ბევრი არის ესეთი რა, მოკლედ ყველა რა წავიკითხოთ, მაგრამ მთავარი ისე და ისე დიდი ალბათობით ჯერ არ დამიგუგლავს და არ მიკვლევია, ვინც მეტი იცის, ის ალბათ დამეხმარება ღრმად დარწმუნებული ვარ, ყველა დახვრიტეს. გამორიცხული ამბავი რომ აფხაზეთის кейსების ესა ყველა არ დაეხვრიტათ. ხო და შესაბამისად აი ეს ბოდიშებიც კი არაფრის მაქნის ბოდიშებია, ანუ აუცილებლად დამთავრდება დახვრეტით და ამაში ძალიან მაგრა გვანან ჩვენი რეჟიმის წარმომადგენლები ბოლშევიკებს, იმიტომ რომ თუ გახსოვთ აი ხა უკმელაშვილის საქმეზე პარალელურად ხო რამდენიმე ადამიანს როცა მიუსაჯეს იყო ხალხი რომელსაც თქვა არ აღიარა ბრალი, მაგალითად უკმელაშვილმა და იყო ხალხი რომელსაც თქვა რომ კი ბატონო, ოკეი, იყო საპროცესო და ვინც ეგ გააფროა, მაინც ჩასვეს ციხეში რა. ანუ აი პარალელურ სამყაროში გარანტიას ვერ მოგცემთ, მაგრამ აი აქ ამ გადმოსახედიდან 1000%-ით ვიცით, რომ ზიამაღლობელი იქნება ამ დროშინაზე თუ ნებისმიერი სხვა რო გამოვიდეს ხვალ და ბოდიშების ვიდეო ჩაწეროს და წერილები გამოაგზავნოს, გაზეთებში წეროს, იმედზე მივიდეს და იქ რაღაცა დიდი სინანული გამოაჟღავნოს, მაინც ჩასვავენ იმდენი წლით, რამდენი წელიც გადაწყვეტილი აქვს რეჟიმს. გამორიცხული ამბავი არის, რომ მათზე აი ამან იმოქმედოს რა. აი ვილიამ ვოლანსი მაგიტო ახსენი. ვილიამ ვოლანსი კი არ ნომია, რომ რაღაცა ბოდიში მოიხადე და შეგიწყალეთ. ეუბნებიან, რომ ბოდიში მოიხადე და თავს მოგაჭრით, ანუ მოგკლავთ რა. და თუ ბოდიში არ მივხვდით, გაწამებ და ისე მოკლავთ. აი დაახლოებით ეგ არჩევანია, რასაც უყურებ დინარაძის და კობახიძის სიტყვებს, ხო? და რაღაცნაირად ეხა ისტორია მასწავლებელი არასდროს არ არის ხოლმე, ერთ-ერთი აფი არ მეორდება და ეხაც რო თქვათ, რომ აი რაღაცა ზუსტად იგივე სიტუაციაში ვართ, როგორც იყვნენ 27 წელს ვიღაცები, არა, მაგრამ მინიმუმ ის მაინც შეგვიძლია რაღაცნაირად დავალაგოთ და შევადაროთ და მათემატიკურად მაინც მიუდგეთ და ვთქვათ, რომ თუ რაღაცა X მოვლენის აღწერის დროს რაღაცა 20 კომპონენტიდან 15 მეორდება, მაშინ უკვე საშიში არის სიტუაცია რა. ანუ თუ შენ 37 წლამდე გაშორებს მარტო დახვრეტები და დანარჩენი ყველაფერი იგივე არის რა, მაშინ უკვე საშიში, ანუ დახვრეტა რო არ არის, ეგ გვაზღვის იქიდან რომ ყველაფერი კარგად არის. ხო და ამიტომაც ამ შემთხვევაში ისტორიის რაღაცნაირად გახსენება და ამ მაგალითების ნახვა მაგისთვის არის კარგი, რომ ცოტა უფრო გავაცნობიეროთ, რომ კი იქვე ვართ რა. ანუ ჯაშუშების კანონი შემოაქვთ, ისედაც აგენტებად აყავთ ნახევარი საქართველოს გამოცხადებული, ისე ყავთ გამოცხადებული, რომ დამადასტურებელი არც ერთი მოწმობა არ არსებობს, რომ ვიღაცამ ქვეყანა გაყიდა, მაგალითად ივერი მელაშვილის საქმე გავიხსენოთ და ილჩოვასი, როცა არაფერი გაყიდული არ იყო და ადამიანები კი ნაღამ ჩასვეს ციხეში დიდი ხნის განმავლობაში. არჩევნები მოიგეს და გამოუშვეს მერე და ასე შემდეგ რა. ანუ ეგ გვაქვს სახეზე ტოტალიტარული სისტემებისთვის დამახასიათებელი რეპრესიული მექანიზმი მოქოქილი არის, ხო, თავის ცემა-წამებით. სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ყველა ერთ ხელში არის, პარტიის ხელში არის და ყავს ბელადი, რომელიც გმართავს. ხო და ეხლა მან და მაინც ულუაში უნდა კონდეს და რავი, წითელი ფერის ვარსკვლავი იყოს, ისა სიმბოლო, რომ მიხვდეთ, რომ იქვე ვართ რა. ხო და დღეს მაგიტომ მინდოდა, რომ აი დამოკიდებულება გვენახა, როგორი იყო 27 წელს პატიმრების მიმართ, როგორ ახდევინებდნენ ბოდიშებს სასამართლოს შემდეგ ამ პატიმრებს, რომელსაც სიკვდილს უსჯიდნენ და როგორ გავს ეს ბოდიშის მოხდის მანიაკური სურვილი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რომ დაფიქრდეთ, თუ ბოდიშის მოხდის შემდეგ ვინმე შეიძლება რომ შეიწყალოს პატიმარი, ეს არის ის, ვინც დაზარალდა და თავად სასამართლო რა. ანუ მაგალითად მოსამართლე უშუალოდ დაინახოს სინანული და თქვას, რომ ნუ აი შეცდომა იყო და რაღაც გადაცდომა იყო და მოდი შევიწყდეთ ადამიანს, ხო? მაგრამ არა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ. აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ეხება საერთოდ სასამართლო ვინმე შეიწყალებს თუ არ შეიწყალებს, ხო? ამიტომ ეგეც რაღაცა ძალიან ცუდი ამბავი არის, ხო? მოკლედ დღეს პრინციპში ამის თქმა მინდოდა და მომავალში თუ ეგეთი რაღაცა მსგავსებები კიდე აღმოაჩინე და აღმოაჩინე დიდი ალბათობით ძალიან მალევე გაგიზიარებთ ხოლმე. მადლობა ყურადღებისთვის.